მე მინდა ესეთი რაღაცა შევახსენო. ესენი მოდიან სტანდარტულს რაღაცა საუბრობენ იქ მცირე ბიზნესი, იქ საშუალო ბიზნესი, ერთი მოყოლებულმა რომელმა მთავრობამ თქვა განსხვავებული ახლა ამან ისაუბრა აქ. აი ამერიკის შეერთებული შტატები მოგვიხსნის რაღაც რა საწარმოებ იმ ამერიკაში რო გაყიდო და რა საწარმოებ ერთი ამ ევროკავშირში რო გაყიდო ამ ღია ბაზარზე გაგვაგებიოს. სისულელია ეს ყველაფერი. ესენი არიან, ამათ საერთოდ არ აინტერესებს და მე მინდა ეხლა ვკითხო. რა გახდა 3 მილიონი ნახევარი ქართველის შენახვა, ნუ საქართველოს მოქალაქის შენახვა, ეს არის ერთ-ერთი ლონდონის, ბრიუსელის, ბერლინის, პარიზის ერთი უბნის მოსახლეობა არის. რა გახდა ამ დალოცულ ქვეყანაში ამ ხალხის შენახვა, რომელსაც ოქროს საბადოები გააჩნია, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, ნავთობსადენები, გასადენები, როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ერი და საკუთარი ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო მოსახლეობა. ეხლა მე მინდა კიდევ ერთი რაღაცა შევახსენო. საქართველოში არაფერი არ წარმოებს საქართველოში ესენი რას ბოდავენ ღმერთმა იცის. პირდაპირ მინდა ვთქვა, საქართველოში არის მეცნიერები და მე მინდა ერთ-ერთ მეცნიერზე ვისაუბრო ორი სიტყვა ვთქვა. ეს არის ადამიანი პატივცემული რამაზ გახუკიძე, აკადემიკოსი, პროფესორი თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის, რომელმაც შექმნა უნიკალური ნივთიერება, რომლის საშუალებითაც აფრიკის ქვეყნებში მილიონობით ადამიანი შიმშილის სიკვდილს გადაურჩა. რა წარმოეს საქართველოში მოუბრუნდნენ ქართულ მეცნიერებას და მოუბრუნდნენ ქართულ სოფელს და მოუბრუნდნენ ელემენტარულად იმ უსამართლობის განცდას, მოაჭმევიებენ ქვეყანას, ესენი ვერ დაიჭერენ სახელმწიფოს. რა გაგიხსნათ თქვენ ოჯახა შენებულებო, 3 მილიონი ადამიანის შენახვა. რა გაგიხსნათ ამ დიდარ ქვეყანაში გასაგები, რამდენი მილიონი და მილიარდი უნდა იშოვოთ. კიდე რა უნდა გველაპარაკოთ, რა უნდა იბოდიალოთ, ეხლა ნამდვილად